თქვათ ახლა ეტყვილად არ მithქვამს თეიმურაზ მეორის სადაც ბოროტი შეგვემთხვის იქ სიკეთეც მოგველის ხო? ის რაც მოხდა იმ ოვალურ კაბინეტში ძალიან ბევრი თვლის რომ ეს არის კატასტროფა, დავიღუპეთ, დედა რა გვეშველება. მე სხვანაირად მე ძალიან ხშირად ძალიან განსხვავებულად ფიქრობ ყოველთვის. პირველი ჩაიშალა დიდი გარიგება ტრამპს და პუტინს შორის. ჩაიშალა. ჩაიშალა კი ასე ფიქრობთ? ახალი იალტა ჩაიშალა. უკრაინის გარეშე ასეთი სუნი აზდიოდა, რომ უკრაინის მოტეხვა უნდათ, მარტო უკრაინის კი არა, ევროპის მოტეხვაც უნდათ, ეს აღარ მოხდება უკვე. უკრაინა არ ვიცი ახლა მარტო ტრამპის ადმინისტრაციის პრობლემა არ არის, ზოგადად ყველას პრობლემაა უცოდინრობა იმის შესახებ, როცა რაღაცა კონფლიქტს განიხილავ, ხა ჩემი სპეციალობა რო ამიტომ კი არ ვამბობ. დიახ. კონფლიქტის ანატომია, მისი ისტორია უნდა ვიცოდეთ, ხო? ასე იყო 3 წლის წინ. ყველას ეგონა, რომ ზელენსკის რო დაუქნებდნენ ხელს, ჩაждდებოდა თვითმფრინავში და გაიქცეოდა. და უკრაინელები დანებდებოდნენ. 3 წელია ეს ხალხი ომობს და კიდე ჭკუაზე ვერ მოვიდნენ იმ დასავლეთში, რომ ეს ხალხი სხვანაირი ხალხია. უკრაინის ისტორია, ეს არის სუ ომების ისტორია, ძალიან ხშირად უაზრო ომების. დიახ, მე ხო, პოლიტიკა ნაკლებად ჰქონდათ მათ, მაგრამ სუ ომობდნენ ეს ჰიმში რო აქვს ის კაზაცკოვა როდა, ხო, კაზაკების მოდგმის მასზე საუბრობენ, ხო? ეს არის თავისუფალი, მებრძოლი ხალხი, ველის ხალხი არის, ხო ესა? იგივე მოხდა ახლა, ადრე ევროპელებს გააგებია, რომ ასე არ დანებდება უკრაინა და ახლა მოხდა კონსოლიდაცია. მერეო 3 წლის წინანდელზე გაცილებით უკეთესი პირობები არის ახლა უკრაინისთვის, ხო? ევროპა როგორც იქნა გამოიღვიძა. გამოიღვიძა ევროპამ კი, უკრაინა მიიღო და ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები მე ვახსენე სწორედ დიახ. უფრო მეტი უნდა მიიღო. და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მე საქართველოსთან დაკავშირებით დავსვი შეკითხვა და ეს მინდა სად ვართ ამ დროს ჩვენ? რა უნდა ვქნათ ჩვენ რომ არ აღმოჩნდეთ რუსეთის წინაშე მარტო და მინდა იმაზეც მოვისმინო პასუხი. რამდენად არის შანსი რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხოს ტრამპთან რაღაც ვითარების გადატვირთვა, ურთიერთობების გადატვირთვა, რომელსაც სხვათა შორის ისინი ჯერ კიდევ 20 იანვარს ელოდებოდნენ და ანონსებდნენ, მაგრამ რა ვიცი, სადაცაა 20 მარტი. საქართველოს საუბედუროდ თუ საბედნიეროდ გამოჩნდება, არ არის ახლა პოლიტიკურ რუკაზე ტრამპის კაბინეტში რა. მე როცა ვთქვი რომ ახალი იალტა ჩაიშალა, ეს ვიგულისხმე, იმიტომ რომ ახალი იალტის პირობებში ჩვენ პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ შეიძლება ფარდის აქეთ, რკინის ფარდის აქეთ აღმოჩენილი ვიყავით რუსეთის მხარეს. მაგრამ ახან ახალი იალტა ჩაიშალა უკვე და ჩაიშალა საბოლოოდ, იმიტომ რომ უკვე აბსურდი ახლა ტრამპი რაც არ უნდა დაუძმაკაცდეს პუტინს, იქ უკრაინის პოზიცია თუ არ იქნა დაფიქსირებული და უკრაინამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, ხო? და პლუს ამას ევროკავშირი და ზოგადად ევროპა, იმიტომ რომ ევროკავშირი სხვა რამე, ევროპა სხვა, მაგალითად ბრიტანეთი ევროკავშირი არ არის და ნორვეგია ევროკავშირი არ არის, მაგრამ მთავარი დონორები არიან უკრაინის. ევროკავშირი არის სლოვაკეთი და უნგრეთი, მაგრამ ტროასხენი არის ევროპაში, ხო? ბევრ რაღაცებს შეიცვლება. ამიტომ აქედან გამომდინარე, რაც მოხდა იქა, ჩვენთვის პოზიტიურია, რომ ჩვენი თეორიაში დაუშვათ ყველაზე ცუდი ვარიანტი, ხო, რომ ჯერთი ძალიან გაუჭირდება იქ ვინმესთან დაალაგოს. ანუ ვინმეს ბიძინას ბედნიერებისთვის ეწალოს იქა, ხო? მაგრამ დაუშვათ თეორიაში, ხო? სულ ცოტა გადაიდო ჩვენი ჩაბარება. სულ ცოტა ყველაზე უარეს პირობებში, რასაც მე გამოვრიცხავ. ამიტომ ის რაც მოხდა, მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, რომ პოზიტიურ პროცესებს შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ ნუ გაიღვიძა ევროპამ, ხო? მოდი ახლა ამერიკელების პოზიციაც ვნახოთ, ხო? წინა კადენციიდანაც კი ტრამპი ეუბნებოდა, რომ ჩვენ ვეღარ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას და მიხედეთ თქვენ უსაფრთხოებას. კაი, ახლა მიხვდნენ, ხო, 3 წელი, ხო, ტრამპი არ იყო ხელისუფლებაში, 3 წელი რატო არ დაიწყეს? ხო, ნუ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხო, არ ვიცი, ჯერჯერობით ვერბალურად იქ არის, მე დისბალანსი არის ქვეყნებს შორის. ზოგი ქვეყანა რაღაც სასწაულებს შევა, მაგალითად დანია, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი, ბრიტანეთი, მაგრამ ზოგი ხელს არ აძლევს. გასაგები ევროპის პრობლემა იცით რაშია? არ არის ინტეგრირებული და არ ყავს აღმასრულებელი ხელისუფლება. ხო, და მერე კიდევ რაც უნდა ვთქვა, ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ.
ის ევროპული პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს აყავს ევროკავშირს, ეს ის პოლიტიკური ელიტა, რომელმაც თავის დროზე დაუთმო რუსებს ყველა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაინი, რომელიც იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მის პირობებში 16 ბრიგადიდან ჩამოიყვანეს 4 ბრიგადა. ხო, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალიან დამკაფიო განცხადება ჰქონდა და თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ყველაფერი იცვლება და იცვლება სასიკეთოდ და სასარგებლოდ, იმიტომ რომ რეალობა გახდა, რამხელა საფრთხეა რუსეთი და პუტინი რამხელა. ყველა პრობლემა სტალინი ამბობდა, ყველა პრობლემას აქვს თავისი სახელი და გვარი. ეს რაც ჭირს დღეს უკრაინასაც, ჩვენც და მსოფლიოს საერთოდ არის იმ პოლიტიკოსების ბრალი, რომლებმაც ეს შეცდომები დაუშვეს. კი ბატონო, მათი განცხადება გავიგე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რაც ჭირს ეს კიდევ განცხადებები გადასარევია ქმედებების ველოდებით უკვე. ქმედებებია საჭირო. გასაგები. შეშფოთება, აღშფოთება ბევრია. როდესაც ყავს რეჟიმი ხელისუფლებაში, როდესაც ყავს უკანონო ტყვეები, როდესაც ყავს რეჟიმი, რომელსაც უკვე 96 დღეა ხალხი ქუჩაშია, ითხოვს ახალ არჩევნებს და საერთოდ არ უნდა ამის გაგონება და დღეს საოცარი განცხადებები მოვისმინეთ იგივე ამ პროტესტთან დაკავშირებით. რა უნდა გაკეთდეს შიგნით? აი რას ხედავთ? ერთია რას გააკეთებენ ჩვენთვის ჩვენი პარტნიორები, მეგობრები და ყველაფერი მართლაც სავარაუდოდ იცვლება, მაგრამ ქვეყნის შიგნით რა უნდა ვქნათ? ჩვენ როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი? ჩვენ როგორ უნდა მოვიშოროთ ეს რეჟიმი, რომელიც ასე ჩაფრენილია ძალაუფლებას და არაფრის გაგონება და არაფრის დანახვა არ უნდა? ეკა, როცა ვხედავთ, რომ შედეგი არ არის, შედეგი ბევრია სხვათა შორის, ეს არის ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ოცნება, საგარეო საშინაო, ცოტა მიგვავიწყდა ჩვენ ეს არა და უმთავრესი იყო. არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ ოპოზიცია შეიძლებოდა შესულიყო პარლამენტში. ეს საფრთხე მოხსნილია უკვე. ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ დასავლეთს ახალი ის გამოეგზავნა აქ, ის კაცი რო იყო ჩამოსული და რომ დაგუპა და დაგვაქცია და მერე გაქრა, ხო? დამავიწყდა იმის გვარი, ხელი რომ მოვაწერეთ. მე არ მომიწერია სხვათა შორის. მიშელი, შარლ მიშელი, ხო? ახალი შარლ მიშელი არ მოგვევლინა, ხო? მთავარანგელოზი. რაღაცა მიღწევები გვაქვს, ხო? გაჭედილი, ოცნება არის გაჭედილი უკვე. სანქციები უკვე წამოეწიათ, მოესწრენ სანქციებს, ხო? მაგრამ ამას ჭირდება გაგრძელება. ხო, მე მაქვს ერთადერთი ძალიან მარტივი ფორმულა, რომელიც გასაკეთებლად ძალიან იოლია, მაგრამ როგორც ჩანს გართულდა ძალიან. კონსოლიდაცია. უნდა შეიქმნეს ორგანო, ოპოზიციური კი არა, საოპოზიციურ საზოგადოებრივი ორგანო. ბევრი იძახის, რომ რაღაცა ის პარალელური ეროვნული ხსნის კომიტეტი, სადაც თუმცა აი ამ ორგანოს შექმნის გარეშე რა შეუძლია გააკეთოს ამას ოპოზიცია. მართვა უნდა აი ეხლაც არიან სხვათა შორის ორი პარტიის წარმომადგენელი, ორი კოალიციის წარმომადგენელი ერთად რიგაში, ორის წარმომადგენელი ერთად პარიზში. საგარეოზე მუშაობენ ადასარევად წარმოუდგენელი წარმატებები აქვს პრეზიდენტსაც და 4-ვე ოპოზიციურ პარტიასაც. საგარეოში აქვს წარმატებები, მაგრამ არ არის ჯერ შედეგი, არ არის ქვეყნის შიგნით. კი, რა სჭირდება ამ პროტესტს? ეკა, აი იმ უცხოელებსაც და იმ ევროპელებსაც რაღაცა რო შევასმინოთ, მათ უნდა დაინახონ აქ პოლიტიკური ცენტრი. პოლიტიკური ცენტრი უნდა დაინახონ. ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც პატივს სცემ ქალბატონ სალომეს, ინტერვიუს რო აძლევდა სალვაგარდ ჩასული რო იყო, რო კითხეს, რომ აქციების გაკონტროლება, მე ვერ ვაკონტროლებ, ამის თქმა შეიძლება? ანუ მე არა ვარო ლიდერი ოპოზიციის. მე არაფერ შუაში არა ვარო. ამ აქციებს ოპოზიცია არ აწყობს, გუბას, ამას ახსნა ჰქონდა. იმიტომ რომ ამ აქციებს აწყობს ხალხი. ეკა რა, გუშინდელ დღეზე ნულა და შეცდომაა ეს არა, ამ აქციებს უნდა კონდეს პოლიტიკური შემადგენელი. კონდეს მე რომელსაც ექნება და არ ვიცი. ხო და მაგაშია საქმე. არ ვიცი რატო არ ხდება ეს, რატო არ ცხადდება ესა. ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი. არჩევნები გვინდა რიგარაში, როგორი გვინდა, როგორ კომპლექტება, რანაირად კომპლექტება, CSGO-ზე რა მოთხოვნა გვაქვს. როგორ მოვიპოვოთ არჩევნები, გუბას, ეს არ არის მთავარი? არჩევნებს მოიპოვებთ. ამაზე მუშაობენ, დადიან სალომე ზურაბიშვილთან, ხვდებიან, ზუსტად არჩევნების მოპოვების მექანიზმი არის ის, რომ ორგანო უნდა იყოს, რომელიც ამის კონცენტრირებას აკეთებს.
ხალხი მოდი რა ვთქვათ, ახლა ერთმანეთს ხო ნაცარს ნუ შევაყრეთ, ხალხი დადის ქუჩაში, არ ეშვება, აქციებს აწყობს, მაგრამ პოლიტიკური შემადგენელი რაც არის პოლიტიკოსები, რასაც ქვია, მე სხვათა შორის დღეს ამას იქეთ განცხადებას ვაკეთებ, მადლობა. როცა მე წარმადგენთ პოლიტიკოსად აღარ გავანებე მე ამას საქმეს თავი. შვილი წავიდა დიდ პოლიტიკაში. არავითარ შემთხვევაში შვილი მას თავისის აქვს რა. მე მიმაჩნია რომ ძველი პოლიტიკური კლასი უნდა გამოიცვალოს და ვიწყებ ჩემი თავით. და მგონია რომ სხვაზე ნაკლები მაქვს დაშავებული. სხვათა შორის, მაგრამ ჩემით ვიწყებ. მე მინდა მორალური უპირატესობა მქონდეს სხვებზე. რომ 12 წელია თუ 14 წელია რო აწვევი და ვერ იგებ და ვერ უგებ და ვერ უგებ. მას მოუწოდებს ახლა სხვა ოპოზიციური ლიდერებს, რომლებიც წლები არიან პოლიტიკაში და ყველა ინდივიდუალური გადაწყვეტილება ვერ დადეს. ყველა კაცო, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს კი არ, მთელ მსოფლიოში უნდა გამოიცვალოს. აი მე ევროპაშიც უნდა გამოიცვალოს რა. ევროპას არ აყავს ჩერჩილის მიასედი. ერთი კაცი არ აყავს. რისი ბრალია ეს? ამას ჭირდება აბა ჩერჩილი ყოფილიყო. აბა ყოფილიყო მარგარეტ ტეჩერი, ჰელმუტ კოლი, მიტერანიც კი, რომელიც სოციალისტი იყო. გიგანტების ეპოქა იყო. დასავლეთს არ აყავს ძლიერი პოლიტიკური ლიდერები. არის ბიუროკრატიაში ჩაწოლილი. და ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დააშავეს რაღაცები და კიდე ისინი გავიგეთ ეს აღშფოთება, კაცო, ის ქვეყანა სისხლიდან იქცევა. გუბას, სხვათა შორის ბიუროკრატიაზე სხვათა შორის უკრაინა გახდა სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტი გახდა და ევროპა კი არ მიათრევს უკრაინას, ახლა უკრაინა მიათრევს უკვე ევროპას. კი, კარგით. და მე ისე რაღაცები შეიცვალა. იცით ის რომ ქურთებმა იარაღი დაყარეს. ქურთებმა დაყარეს იარაღი. თურქეთში ეს ცვლის რადიკალურად ახლო აღმოსავლეთში ვითარებას. ერდოგანმა ზედიზედ 3 დიდი გამარჯვება მოიპოვა. ყარაბაღი, სირია და ქურთისტანის მუშათა პარტია იარაღს ყრის. ძლიერდება ახალი რეგიონალური ლიდერი ხდება. სამხედრო თვალსაზრისით ვინ არის ყველაზე ძლიერი ქვეყნები ახლა? საერთოდ არმია არის ძლიერი, როცა ის ნაომარია. დღეს ყველაზე ძლიერი არმია ყავს უკრაინას, რუსეთს, რაც არ უნდა გაგიკვირდეს და მერე თურქეთს. ევროპაში ფრანგებს არ აუშავთ კიდე და ბრიტანეთს, ოღონდ 100,000-იანი არმია ყავს ბრიტანეთს. კი, გუბას მე აბსოლუტურად განათლების სისტემა აქვს შესაძლებელი, ჩემოკარგო, იმ პაციფიზმს თავი უნდა დაანებო. კაცობრიობა შევიდა. მე პერსონებზე არ ვლაპარაკობ, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე მე ვაფასებ მოვლენებს. ჩვენ როცა რაც ოვალურ სახლში კაბინეტში მოხდა, აწყობილი გვაქვს ტრამპს და ზელენსკის შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი პროცესი დაიწყო. ვიმეორებ, გლობალური წესრიგი დამთავრდა, ეკა მორჩა. გლობალური ორგანიზაციები გრევის პირას არის მისული. გლობალური სამართალია დოკუმენტს ფასი აღარ აქვს უკვე. გავიგე. ამ დროს ხელისუფლებაში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემები ჩამოიშალა. ახლა მოდის რეგიონალური უსაფრთხოებების სისტემები. მე რომ მკითხოთ, ახლა უკრაინისთვის თურქეთთან სამხედრო პოლიტიკური კავშირი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან. იმიტომ რომ თურქეთის ინტერესში არ შედის რუსეთის გამარჯვება. და ვიხილეთ კიდევაც, ხო, როგორ მიდის და როგორი სისტემები აეწყობა. ნატოს სიტუაცია ამ სახით ნატო ვეღარ დარჩება. უნდა გადასხვაფერდეს, ამ ფორმატი შეიცვალოს, ან წევრები მოიმატოს, ან წევრები მოიკლოს და ასე შემდეგ. სანამდე უნდა ყავდეთ იმ ერთი ორბანის ანაბარა შეიძლება გადაწყვეტილებები იყოს ევროკავშირში.